დღეს ფონიჭალაში სამგზავრო ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა. საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 116 მუხლით აღიძრა. ნომერ 19 ავტობუსში მგზავრსა და მძღოლს შორის ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მძღოლმა მგზავრს მიმართა წინა სავარძელზე არ დამჯდარიყო. ამის შემდეგ მგზავრი მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდა და გაიქცა. მძღოლი კი მას გაეკიდა, რა დროსაც დაეცა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. თავდაპირველად საქმე აღძრული იყო 115 თვითმკვლელობამდე მიიყვანის მუხლით. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე კი საქმის გადაკვალიფიცირება მოხდა. მე ხმამის უკან მხრიდან ვიყავ, იქედან ვიდექი, რომ ხმაური იყო ხალხის რა, წყალი ჩგარავდა და გამოვედი იყო მამაკაცი აი სადღაც აქ ეს ამას სხვა განჩენი ხა მე ფაქტურად არ შევსწრები ვარ ამ მოხდა რა ფაქტს მე ნამდვილად არ მინახავს. ეს ჩხუბი როდესაც მოხდა იმის შემდეგ არის გარდაცვლილი, მე სასტრაფოც მოვიდა რა, უკვე გვამი დახვდათ რომ მოვიდა სასტრაფო. პასაჟის დაურჩა ხელი. ესაც კაის დარავებიჩია და უარი ხანმე. გენერი და აქცეურა ასვაზე თავი დაუწყია. კაცი მოკლეს თუ და არა მოდიან, მოკლეს რომ იჩხუბეს თუ რამე მოხდა, გაარტო რომელია დამნაშავე. ავტობუსი არც ერთი რო არ ამოდის ახლა მაგი რა ვთქვა. აი ხალხს არ ვეთქვან ხა და მე რა ნახე, ვაფშე სულ დასახსნელი არიან მე რომ მკითხე ახლა.